არის ჯიშები, რომელთა გამრავლების საკითხი ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორებიც არიან ბრახეოცეფალები, ეს მიჭყლეტილი ცხვირის მქონე ძაღლებზე არის განსაკუთრებით აქცენტი, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საკმაოდ პრობლემურები არიან თავიანთი ჯანმრთელობისთვის და მეპატრონეებისთვისაც და ვეტერინარები და ცხოველთა დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხმდებიან იმაზე, რომ არ შეიძლება, რომ ადამიანის სიამოვნებისთვის ჩვენ ვავნოთ ცხოველსაც და ამასობაში ჩვენს უკან ამ დროს დიდგორი მიმდინარეობს. კი, დიდგორის ბრძოლაა ნამდვილად. ამასობაში მაგრამ ესა ვეტერინარის ნამდვილად. ესეა. კი, და ამასობაში სანამ ეს ვეტერინარები და ცხოველთა დამცველები თანხმდებიან იმაზე, რომ არ შეიძლება ცხოველი ჩვენი ინტერესის გამო წვალობდეს და მაინც ამრავლებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვესაყვარლება. ფაქტი ის არის, რომ ძალიან ბევრი მეპატრონეც იტანჯება ამასთან ერთად და ჩვენ არა გვაქვს იმის ინტერესი, რომ ნაკლები ცხოველი იყოს დედამიწაზე, არამედ იყოს უფრო მეტი ჯანმრთელი ცხოველი, იმიტომ რომ თუ დასაწყისიდანვე მიუდგებით საკითხს, როგორი იყო მაგალითად ფრანგული ბულდოგი, ვერასოდეს ვერ ნახავთ, რომ წინა საუკუნეებში მას ჰქონდა ასეთი ძალიან მიჭყლეტილი ცხვირი, ან სხვა ჯიშებთან მიმართებაშიც იგივე. ახლა მე ამ საუბრის ცოტა სხვა მიმართულებით წაყვანა მინდოდა, მაგრამ ამ ბრახეოცეფალმა ძალიან დამაინტერესებს. იქნებ მოკლედ ვითხრათ, რა შუაშია ეს მიჭყლეტილი ცხვირი, რა კავშირშია, რა ბმაშია, თუნდაც აი ამ ჯიშის გამრავლებას. მოკლედ, ბრახეოცეფალი ძაღლების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ცხვირის სიგრძე აქვს მოკლე, რაც აუცილებლად ჭირდება ცხოველს თერმორეგულაციისთვის და ნორმალური სუნთქვისთვისაც. გარდა ამისა, მათი ცხვირი იმდენად სპეციფიურია, რომ ნესტოები უმეტესწილად ძალიან პატარა აქვს და ძალიან ხშირად გვიწევს პლასტიკური ოპერაციის ჩატარება, როდესაც ჩვენ ამ ნესტოებს წოპეს ცხვირებივით ვაკეთებთ. მაგრამ ეს არ არის მაინც გამოსავალი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აი ეს პატარა ცხვირი ხელს უშლის ნორმალურად ლორწოს გამოძევებას, გაწოვას, არ გამოყოფას, ნორმალურად გადანაწილებას ცხვირში და შესაბამისად აქედან გამომდინარე, აი ეს პატარა ცხვირი შეიძლება იმდენად პრობლემური იყოს სუნთქვის პროცესში, რომ ცხოველი მარტო იმიტომ იგუდებოდეს, რომ გამტარიანობა არ აქვს მაღალი. მაგრამ ბრახეოცეფალ ძაღლებს განსაკუთრებით პატარა ზომისებს უნდა აღნიშნოთ, რომ ხერხემლის პრობლემებიც ძალიან ხშირად აქვთ და განსაკუთრებით იმათ, რომლებსაც აი პატარა კუდებით რო იბადებიან ფრანგულები, ინგლისური ბულდოგები, ამ შემთხვევაში მათი საკითხი კიდევ უფრო ღრმად პრობლემურია და არა მარტო სუნთქვაზე ორიენტირებული.